როდესაც მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დააფუძნეს ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი გონი 76 წელს. და შემდეგ უკვე ჰელსინკის ჯგუფი დაარქვეს, მაგას 2 წლის შემდეგ. აი ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა, რისი წყალობითაც მათ მოიპოვეს ესე იგი ადამიანის უფლებათა დამცველის რეპუტაცია და სახელი იყო სწორედ ეგრეთ წოდებული მაშინ ასევე ეძახდით მაჰმადიანი მესხების პრობლემა. ეს მესხები 44 წელს 1944 წელს როდესაც ომის ბედი ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილი იყო და ამიტომ გაუგებარი იყო რატო გადაასახლეს სამხრეთ საქართველოდან დაახლოებით 100,000 კაცი ერთ ღამეში 15 ნოემბერს 1944 წელს აქ ჩადენილი იქნა უზარმაზარი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ეს არის დეპორტაცია ხალხის. ყველას მოუსვეს უცბად ხილ წარმოუდგენელი ოპერაცია განახორციელეს, მაშინ კანდიდ ჩარკვიანი იყო ცეკას მდივანი და სტალინისა და ბერიას ოპერაცია იყო ეს და ასენი კაცები, მამაკაცები, ბრძოლის უნარიანები ყველანი ომში იყვნენ წასული და იბრძოდნენ თავ დაუზოგავად, იმიტომ მე ჩამოვიდნენ იქიდან, ვინ ჩამოვიდა აი მედლებით, ორდენებით, დაჯილდოებულები. და აი მათ ცოლშვილს პატარა ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და ასე შემდეგ მოუსვეს ხელი და სატვირთო მანქანით, რომელთაც ცხოველები გადაყავდათ და გადმოყავდათ ხომ დახურული უფანჯრებო ასეთი მანქანით მეთქი მატარებლით, ჩაყარეს ამ მატარებელში და გაუყენეს შუა აზიისაკენ გზას და არ ვიცი თვენახევარი მიდიოდა თუ ერთი მატარებელი სადაც არც აერი იყო, არც არაფერი წარმოუდგენელი სისასტიკის ოპერაცია განხორციელდა. და ეს ხალხი და ისე რომ ბავშვები რო იხოცებოდნენ პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიდნენ და ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას არც ჰიგიენის, არც არაფრის, გესმით, ჭრიდნენ ვაგონის იატაკს, რომ ესე იგი რაღაცნაირად საპირფარეშოს როლი შეესრულებინათ, რომ წარმოუდგენელ დღეში ამოყვა ამ ხალხმა თავი, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა საოცარი კანონმორჩილებით და არაჩვეულებრივი შრომის უნარიანობით. ეს არის ხალხი, რომელიც აი უდაბნოში რო გადააგდებდა ოაზისად გადაგიქცევს, ასეთი ხალხი. წესიერად დღემდე ვერ გაირკვა მე მგონი მიზეზი რა იყო, იმიტომ რომ იმას რასაც ამბობდნენ რომ თურქეთთან ვაი თუ თურქეთთან დაემყარებინათ კონტაქტი, უკვე ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო 44 წლის ნოემბერში, აჰა რა საშიშროება იყო ესე თურქეთი, ეგ არ ამართლებს, მაგრამ უფრო ახლოს დგას ჭკუასთან ის რომ შუა აზიაში მუშახელი ჭირდებოდათ ბამბის პლანტაციებში. იმიტომ რომ გერმანელებიც ხომ გადაასახლეს სადღაც 20,000-მდე ადამიანი თუ რაღაცა იმავე წელს, ესე იგი თუ შეიძლება ცოტა ადრე საქართველოდან და კავკასიიდან კიდევ სხვა ხალხები აყარეს და გადაასახლეს შუა აზიაში, ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარები და ასე შემდეგ. ესე იგი მოხდა ხალხთა დეპორტაცია კავკასიიდან შუა აზიაში. და ჩვენგან ეს მოხდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული სისასტიკით იყო აღბეჭდილი. ეს ხალხი იქ ჩაყარეს და რო ჩამოვიდნენ ომიდან, ხალხი დაკეტილი ცოლშვილი აღარ არის, ოჯახები აღარ არიან, რატო ყვებით, ეს სისასტიკის მასშტაბებს დაუკვირდით რა. იქ აომეს, დაჭრილები, ხალხი ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა თვალი დაკარგა, ესეთი და ჩამოვიდნენ გმირულად იბრძოლეს და დახვდათ აი ესეთი უბედურება. და უკვე დაეწყოთ იმერეთიდან მე მგონი, ხო, გადმოსახლება ხალხის აქა. წავიდა ეს ომიდან დაბრუნებული ხალხი ძლივს იპოვეს ამ შუა აზიაში, ვინ ყაზახეთში, ვინ უზბეკეთში, ვინ აქეთ იქით და ერთი სიტყვით აი ესე მოგლეჯილი თავის სამშობლოს ხალხი გადაკარგული იქა. და ეს საქართველოს აი ესეთ მართლა ელიტას
ქონდა ჭრილობა დაჩნეული, რომ მის მიწაზე ასეთი საშინელება მოხდა რა და ხალხს ვერ უშველეს. იქამდე რომ ხო ძალიან საშიში იყო ხმის ამოღება ახლა სტალინისა და ბერიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხუთმა დიდმა მეცნიერმა, მათ შორის იყო ინგო როყვაც, მე სტალინს მიწერა, რომ გავიდა რა 1-2 წელი, თურმე მისწერეს, რომ აი ძალიან დიდი იმითი ბოდიშის მოხდით და იმით რომ ეგ ამ ხალხის ბედს გადახედოთო, ძალიან კარგი ხალხი იყო. ძალიან კანონმორჩილი შრომის მოყარი აყვავებული სოფლები ქონდათ, ერთი ხალხი ვართ ჩვენ და ასე და ისე და ესენი ნუ მოკლედ იმ წერილმა ისე ჩაიარა, კიდე კაირო თვითონ არ გადაყვენ იმ წერილზე და ეს პრობლემა ასე რჩებოდა. ზუსტად გამსახურდიასაგან გავიგე მე პირველად ეს პრობლემა, არ ვიცოდი. და ისე გაბრაზა როგორ თუ არ იციო, როგორ შენ პატრიოტი ადამიანი ხარ და არ იციო, კაცო მაჰმადიანი მესხების ამბავი რომ ეგენი დეპორტირებული არიან შუა აზიაში, შავი დღება ყარა და მე მომიყვა ეს ამბავი და მას შემდეგ მართლა მეც იცი რა ეს ტკივილი სულ თან დამყვება, რომ მართლა ესე მოექცნენ ამ ხალხს და ჩვენ ვერაფერი ვერ უშველეთ, ვერავი ხმა არ ამოიღო. ერთი სიტყვით აი საინიციატივო ჯგუფის ცენტრალური საკითხი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის და ჰელსინკის ჯგუფის ცენტრალური საკითხი იყო მათი დაბრუნება საქართველოში. ხო და ესეთი და კავშირი ჰქონდათ მათლი ხო და როცა სტალინი გარდაიცვალა იქ ცხოვრობდნენ ეგენი საკომენდანტო საათის პირობებში 12 წელი გამოდის. ხო 44 წელს გაასახლეს და სტალინმა გარდაიცვალა სადღაც 2 წელიწადში მოიხსნა ეს საკომენდანტო რეჟიმი ყველასთვის. იყო ბევრი სახალხი გადაასახლეს. ეს იყო უდიდესი ერთი დანაშაული. აი რომელიც წესიერად არც არის შესწავლილი ბოლომდე, მაგრამ გაანადგურეს რა ეს კავკასიელი ხალხები, ჩეჩნები, ინგუშები ესენი და აქეთ კიდე ეს ხალხი. მოკლედ და ამისთვის იბრძვიან მერაბი, ზვიადი, ძალიან კარგი ისყავდათ თანამებრძოლი ვიქტორ ცხილაძე და შესწავლილი აქვთ ეს პრობლემა თავიდან ბოლომდე, რომ ესენი არიან ქართველები, თავიანთი ქართული გვარები ახსოვს ამ ხალხს და იციან რომ მათი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ და მოხდა მათი გამაჰმადიანება იმ თურქეთის ექსპანსიის გაძლიერების შედეგად და ეს გამაჰმადიანება გამუსულმანება ხდებოდა არა იმითი სიკვდილითა და მოკვდინებითა და ასე შემდეგ, არამედ ეკონომიკური სანქციებით. აი ვინც გამაჰმადიანდებდა გადასახადს აღარ იხდიდა. ეს არის ის პერიოდი, როცა თურქეთს ეს დაპყრობილი აქვს ეს ტერიტორია საქართველოში და წარმოუდგენელ ჯაფა უწევდათ, რომ შეენარჩუნებინათ გვარები, თავისი ქრისტიანობა შეენარჩუნებინათ და არ მიეღოთ ეს მაჰმადიანობა, არ მიეღოთ ისლამი. აღწერილი აქვს ეს არაჩვეულებრივად ერთ შესანიშნავ ავტორს ალექსანდრე ფრონელს, დიდებული მესხეთი. როგორ უჭირდა ამ ხალხს და რა უბედურება გადაჰქონდათ, რომ ოღონდ არ მიეღოთ ისლამი, მაგრამ ვეღარ უძლებდნენ ამ ჭირვებას ამ ჯაფას, ჭაპანწყვეტას და იზოლებული იყვნენ ფორმალურად მიეღოთ. და შიგნით სახლში ჩუმად ყველაფერი ჯვარს ახატავდნენ, ჭაც გამოაცხოდნენ, ჯვარს ახატავდნენ, აკვანზე კიდებდნენ რაღაც ისეთ გამოსახულებას, ყველგან ჯვარი იყო. მაგრამ ეს დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა და თანდათან ეს ხალხი მოკლედ გახდა მუსულმანი ქართველი. მე ესე იგი ძალიან ყველა ხელისუფლებამ დიდი манипуляციები ჩაატარა, რუსეთს არ აწყობდა ამათი ყოფნა, უნდათ რომ ესენი გაესახლებინათ თურქეთში, შემოესახლებინათ სომხები და რუსები. ნუ მოკლედ სხვადასხვა იმის მსხვერპლი იყვნენ სულ ეს მაჰმადიანი მესხები. და ერთი სიტყვით ითხოვდნენ ქართულ სკოლებს უხსნიდნენ აზერბაიჯანულს. ყველა ცარიზმიდან დაწყებული ყველამ რაღაც თავისი პოლიტიკა გაატარა ამ ხალხზე, რომელიც სულ იხვეწებოდა, რომ ქართული გვარები აგვიდგინეთ და ქართული სკოლები გაგვიხსენით. არ აღირსეს და ასე გაასახლეს იქ საერთოდ დაიკარგა, მე ენაც დაკარგეს, ესე იგი ყველაფერი სამშობლო დაკარგეს. და რა მოხდა ახლა? სტალინის გარდაცვალების შემდეგ ყველას მისცეს დაბრუნების უფლება თავიანთ სამშობლოში ამ ხალხის გარდა. კი მოეხსნათ საკომენდანტო საათი, ოღონდ საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალათ.
და ეს დღემდე ვერ გავიგე, დღემდე არ ვიცი. აი ამ საქმის უფრო ჩემზე ბევრად უკეთესი სპეციალისტები არსებობენ აი ამ დეპორტირებული მესხების. და რატომ მოხდა ეს და ვის ემსახურებოდა და როგორ არ ვიცით და შემდეგ უკვე რა მოხდა ეს მე კოსტავას არაჩვეულებრივი წერილები აქვს ამაზე დაწერილი. შემოაგდეს ტერმინი ეს უკვე პერესტროიკა არა 70-იანი წლებიდან შემოაგდეს ტერმინი თურქი მესხი. და ამ ხალხს და თანაც დისიდენტურ პრესაში როგორც მერაბს უწერია ეს კგბ-ს გაკეთებულია რომ ესე იგი გაეუცხოებინათ ბოლომდე საქართველოსთან ქართველი ხალხისაგან და თურქი მესხი ნუ ეხლა რა ტერმინია ახლა ეს თურქი მესხი თუ მესხია თურქი როგორ არის იმიტომ რომ თურქული ენის ანატოლიურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ ეგენი მაგრამ თავისი ის ხო ახსოვს რომ ქრისტიანი იყო წინაპარი, თვითონ გვარები, ყველა საოცარი გვარები, ვარსკნელიძეები, ვაჩნაძეები, რა ვიცი მე. და რა ხდება ახლა, რაც აი დღემდე მე ვერ და გამსახურდიან როდის შეიცვალა ამაზე პოზიცია მეთქნა დავიწყეთ. ამის ჩამოსასახლებად იბრძვიან, ამიტომ არიან აღიარებული დისიდენტები და უფლებადამცველები. და ეხმარებიან იმათ, ჩადიან, ისინი ჩამოდიან მერაბ კოსტავას სახლში, ან ვიქტორ ცხილაძესთან აქ არიან, მათ პატრონობენ აქ ეს ადამიანები, პატრიოტები, ყველაზე კარგი ქართველები გაერთიანდნენ იმაში, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ უკან. ხო და ამ დღეში რო ვართ ამ ამბავში, ეს მრგვალი მაგიდამ გამოაქვეყნა თავისი საპროგრამო ტექსტი, იქ უწერია, რომ ჩვენ ყველა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. ივნისში 99 წლის ივნისის დასაწყისში გამსახურდიან ეს მრგვალმა მაგიდამ თავისი საპროგრამო ტექსტი გამოაქვეყნა და იქ უწერიათ ეს ამბავი. ხო, ეხლა უყურეთ რა ხდება. რომ გაყოფილი იყო პოზიცია ერთი ამბობდა რომ ნაწილი ხალხისა ამბობდა რომ მხოლოდ ისინი უნდა ჩამოვიყვანოთ ვისაც ქართული თვითშეგნება შენარჩუნებული აქვს და რაღაც იცის რომ ქართველია და ქართული გვარის აღდგენა უნდა და ქართულ წიაღში დაბრუნება ენისწავლა მართლა ასეთები ძალიან ბევრი იყვნენ და მეორე იძახის რომ არა ესე და ვინც ამბობს რომ თურქი ვარ უკვე ჩაუჭედეს ხალხს თავში ჩაუჭედეს რომ თქვენ ახართ თურქები ხო და ისინი ვინც ამბობენ რომ ვართ თურქები და რაღაც ამ ორიენტაციას აძლიერებენ იმათ ნუ ჩამოვიყვანთ გაყოფილი იყო ზვიად ეწერა არა ჯერ ჩვენ ჩამოვიყვანთ იმათ ვისაც აქვს ქართული თვითშეგნება შენარჩუნებული თავისი გვარი და ასე შემდეგ იცის და იმათთან დარჩენილებთან ჩვენ ჩავატარებთ მუშაობას ვიმუშავებთ აუხსნით რომ შეცდომაში არიან შეყვანილი აი გაურკვეველი ძალების რაღაც პროთურქული ძალების გამო თუ რაღაცის გამო და ეგენი ესე იგი არ არიან თურქები არიან ქართველები და ეს როცა გააცნობიერებენ მე იმათაც ჩამოვა ამის შემდეგ აი საოცარი რაღაცა ხდება ამის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ უზბეკეთში სადაც ესენი არიან გადასახლებული განაწილებული არიან იქ ყაზახეთში უზბეკეთში მაგრამ უზბეკეთში ფერღანას ველზე ეს არის 99 წელი იწყება წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტვა აი საქართველოსთან გადასახლებული მესხების ანუ ვინ ხოცავს უზბეკები ესე იგი ყველგან ხომ აფეთქდა აგრესიული ნაციონალიზმი ყველა რესპუბლიკაში აფეთქდა აგრესიული ნაციონალიზმი ჩვენთანაც და იქაც და მანამდე რომ ძალიან კარგად მიიღეს ეს საწყალი ხალხი და ხელს უმართავდნენ გვერდში ედგნენ და უზბეკები ძალიან თბილი ხალხია ყველაფერი ეხლა უცბად თქვენ აქ ახართ ჩამოთრეულები და მანამდე ეუბნებოდნენ უკვე რომ წადით საქართველოში ეს არ არის თქვენი ქვეყანა ხო დროებით იყავით ჩამოსული ხო უკვე გააქვთ უფლება უკან დაბრუნდეთ რატო არ მიდიხართ ეს მანამდე დაიწყო უკვე ეს აი ესეთი ძალიან აგრესიული გამოხდომები და მერე დაიწყო დარბებები რომლის მსგავსი შეიძლება აი დარბებების ისტორიაში არ ეწეროს და არ იყოს აღნიშნული ისეთი სისასტიკით აღმოჩნდილი რომ აი ფეხმძიმე ქალებს რომ ფატრავდნენ და ბავშვებს ცეცხლზე წვავდნენ და კაცებს აყურებინებდნენ რას უშვებოდნენ მათ ჯერ კიდე არის საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირი 99 წელია რა შეერყვა საბჭოთა ხელისუფლება რატო არ შვება არაფერს იცით რა საბჭოთა ხელისუფლება მერე ჩაერთო როცა დამთავრდა 17 დღიანი დარბევა იყო და დაწვეს გადაუწვეს გადაუბუგეს რა ქნეს რა ჩაიდინეს საშინელება
ხდება და ისა მე მოხდა ისეთი რამ რომ საბჭოთა ისა ხელისუფლება რა გააკეთა იცით? ნუ აი ხო ხედავთ ეს დარბევებია უკვე ასეთი მძიმე სიტუაცია შექმნილიო და დაიწყო ამ ხალხის გადანაწილება. ნაწილი წაიყვანა შუა რუსეთში დაასახლეს, ესე მუშახელი ყველას ჭირდება. კარგი და საიმედო, ხო? ნაწილი აზერბაიჯანმა მიიღო 80,000, რუსეთში იქ ბიუჯეტები გამოუყვეს, სპეციალურად გაუზარდეს ბიუჯეტები ამათ მისაღებად, მოსაწყობა და ასე შემდეგ. ჩრდილო კავკასიაში აქეთ-იქით და საქართველოში არ იღებენ მათ. ოფიციალურად ხელისუფლება არ იღებს მათ, საქართველოში არც ხელისუფლება იღებს და უცბად ერთ წუთში ზვიად გამსახურდიას პოზიცია იცვლება, მათ აცხადებს თურქებად და არც ერთი თურქი საქართველოში. აი ეს არის აუხსნელი და აი მანდ გაიყო იმისი მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას პოზიცია. და მერაბ კოსტავა ძალიან პატრონობდა მაგათ ბოლომდე. და ესე იგი და ზვიადმა გააჩაღა საშინელი ესეთი მტრისხატი შექმნა ამათგან. ხალხი დააჯერა რომ 9 მილიონი არ არიან კაცო 9 მილიონი მოდის შუა აზიიდან დაიძრა და წინ მოუძღვებიან რეზო ჩხეიძე, ნაირა გელაშვილი სახე დახატა ასეთი 10,000-იანი მიტინგები, 15,000-იანი მიტინგები კაცი ესე იგი რუსთაველზე ამას ეუბნება და პირდაპირ დაიძრა ერთხელ მიტინგი და ჩემი სახლისკენ წამოვიდა ვაკეში რომ ესე იგი ფაქტიურად ეუბნებოდა გაანადგურებდა. წინ მოუძღვებიან რეზო ჩხეიძე, შენგელაია, ეს ის ვისაც ვერ იტანდა, ეგ ვერავის ვერ იტანდა, ვინც არ იყო აქტუანებული მაგითი და ვინც ცოტა კრიტიკულად იყო განწყობილი და მით უმეტეს. და შექმნა ამათგან მტრისხატი და რომ მე ვიცავ საქართველოს აი ურდოებისაგან, რომლებიც დაიძრონ და მოდიან ჩვენსკენ და ამან ყველაზე მეტად იმუშავა მის პოპულარიზაციაში. აი ამ სწორედ მესხების საკითხმა, რომელიც ისე დაატრიალა როგორც თვითონ უნდა ზუსტად. და რა ხდებოდა, იცით, მე ისე აქ უკვე ადრე ჩამოსახლებული მესხები ცხოვრობდნენ, იმერეთშიც, ცხრამუხაში, რაღაცა ცოტა რა, ვინც მოახერხა მე აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოდიოდნენ, ნუ გიждდებოდნენ ისე უყვარდათ საქართველო და ის თავიანთი წინაპრების ადგილი და ზოგი თვითონ იყო გამოსახლებული, თვითონ გამოასახლეს, ცოცხლები იყო, ნალიერ კიდევ ხო და გიждდებოდნენ ისე უნდათ ამ საქართველოში ცხოვრება, თუნდაც სადაც გინდათ, პატარ-პატარა ჯგუფებად, როგორ თქვენ გინდათ, გვარები აგვიდგინათ. არაფრით საბჭოთა პერიოდიდან მოკიდებული არც ერთ მესხს გვარი არ აღუდგინეს. აი ასე დასტებად დევს ალბათ ეხლაც იუსტიციის სამინისტროში და იმასე არქივებში მათი დოკუმენტაცია, მათი თხოვნა, როგორ თხოვლობენ გვარის აღდგენას. რა მოქმედებდა ბოლომდე ჩემთვის გაუგებარია. რა იყო ეს, რატომ ასე მოექცა ამ ხალხს ესა? ისეთი ანტიმუსულმანური ისტერია იყო 90-იანებში გაჩაღებული, ისეთი რომ აი გეუბნები ძლივს გადავრჩით, იმიტომ რომ ქართულ ხალხს აქვს ეს ეკლესიას რა პოზიცია ჰქონდა ამას? აი გეტყვით, ეკლესიას ჰქონდა პატრიარქი ძალიან მფარველობდა ამ ხალხს. და გამოაცხადა კიდეც ერთ ჩვენი ხალხია, ხალხო, ნუ დავკარგავთ ამ ხალხს. ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვადგებიან, სამშობლო არა აქვთ. და პატრიარქმა იმ დარბევების შემდეგ, რაც იქ მოხდა საშინელება, თუ არ ვცდები, გოგა ხაინდრავას გაატანა, გაუგზავნა მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება დიდი რაოდენობით გაუგზავნა იმ ხალხს. შუა აზიაში იმ დაზარალებულებს. პატრიარქი თვითონ ვერ მართავდა სიტუაციას. ისეთი აგრესია იყო გარშემო, ისეთი აგრესია და მე თვითონ პატრიარქსაც უპირისპირდებოდა ზვიად გამსახურდია და ყველას, ხო და უნდოდა რომ ეს ხალხი რაღაცა უფრო მეტად დაეცვა, უფრო მეტად მოფერებოდა, უფრო მეტად რაღაცნაირად გადაერჩინა და არ გამოუვიდა. იმიტომ რომ იმ ფერღანას ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა 10 ოჯახი დვალიძეების, ძმები დვალიძეების იქედან, რომელთაც ჩვენ ერთი ჯგუფი
ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერალი იყო, რეჟისორი იყო, მერაბ მამარდაშვილი იყო ჩართული ამ ამბავში, ელდარ შენგელაია, რა ვიცი, ეს რეზო ჩხეიძე, კოკო ჩაშვილი, მერაბი. ფარველობდით და ვთხოვეთ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებაა და იმაში ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის მეურნეობაში ვთხოვეთ იქ ხელმძღვანელობას, რომ გამოეყოთ რაღაცა ორსართულიანი კორპუსი და იყო აღმოჩნდა მართლაც ასეთი შენობა და დაგვესახლებინა იქ დვალიძეები, რომლებმაც ტანჯვა წვალებით გვარი შეინარჩუნეს. არავის ქართულ გვარს არ უწერდნენ გადასახლებაში, სულ უცვლიდნენ. აქაც ქართული გვარის შენარჩუნება გმირობა იყო. და ჩამოვიდნენ დვალიძეები 62 ადამიანი, საიდანაც ნახევარი ბავშვები იყო, ნახევარზე მეტი. ეს ბავშვები შევიდნენ საბავშვო ბაღში ქართულად, უკვე ქართულად ლაპარაკობდნენ, ქართული სახელები დაერქვეთ. ესენი მიწას ამუშავებენ, მეურნეობაში მონაწილეობენ, ძალიან კმაყოფილები არიან მეურნეობის დირექტორი, ხელმძღვანელი, იმიტომ რომ საოცარი მშრომელი ხალხია, რომლის მსგავსი მე არ მინახავს. ხო და ასე რაღაცა ვფარველობთ. ზვიად გამსახურდა ჩავიდა რუისპირში, ჩაატარა მიტინგი, რომ აი მუსულმანური ალყა ირგვლება ჩვენში და იკრება საქართველოს ირგვლივ და ესე იგი თათრებმა დაიპყრეს ეს ასე ისე. რა ვიცი, კიდე ჩაწერილი ქონია ვიღაცას ეს ტექსტი და მე უბრალოდ არ მოხდა ჩერქელში მომიყვნენ მერე. 2 დღეში დაიძრა აგრესიული ტალღა ხალხის რუისპირიდან და ამ სრულიად დაუცველ ადამიანებს, ამ ცახცახებდნენ შიშით ისე დაარბიეს, რომ ვერ წარმოვიდგენ, არაფერი არ დაუტოვეს. ტანჯვა წვალებით თან ჩამოტანილი ჰქონდათ მატარებლები, თავიანთი ქონება. ეს ღარიბი ხალხი კი არ იყო, ეს ყველა არ იყო ეს ღარიბი ხალხი, დოვლათიც ჰქონდათ, ქონებაც ჰქონდათ, ყველაფერი, არაფერს არ ითხოვდნენ შენგან. არც დახმარებას, არაფერს არ ითხოვდნენ მაცხოვრეთ ჩემს სამშობლოში, არა მაქვს სამშობლო. არა მაქვს არსად ადგილი დედამიწაზე. ხო და რო მე თამრიკო ჩხეიძე და ერთი ჯგუფი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გაიქცა მისაშველებლად იქ ბრეთში, ესენიც სცემეს. და ერთი ოჯახი, რომელსაც აივაზი არქიტექტორი, ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ყავდა 2 შვილი, ორივე აქ გაუჩნდა. ერთს დაარქვეს მერაბი კოსტავას სიყვარულით, იმიტომ მერაბი სულ ჩადიოდა მაგათთან და სულ პატრონობდა, ეფერებოდა, ჩაქონდა რაღაცეები თამრიკოსთან ერთად, ეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ჩვენც რაღაცნაირად ყურადღებას ვაქცევდით. მეორეს ნაირა და ესე იგი ეს ოჯახი ესე იგი ვინსად გაიქცა, ვინსად გარბოდა, მერეც სადღაც თბილისში შევკრიბეთ ეს ხალხი და ეს აგრესიული ზვიადის მომხრეები დასდებენ ყველგან და ესე იგი ჯერ შეიფარა ზურაბ მამალაძე, ასეთი ძალიან ის იყო სამოქალაქეობრივად აქტიური ადამიანი და მაგათ მფარველობდა თავის სახლში ხუდადოვის ქუჩაზე. ქალი ახალგაზრდა, დედა 2 მცირეწლოვანი ბავშვით, შვილებით და ესე იგი და კანკალებს შიშით რომ არ დაარბიონ. მიუცვდნენ ერთხელ, მიუცვდნენ მეორედ, გამოიძახა მილიცია იმათ ხარეს არის ემოციურად რა. მერე იქიდან წამოვიყვანეთ ეს ოჯახი, ზურაბ კიკნაძეა ჩართული. ეს ამბები ყველამ დაივიწყა. მაგრამ ღმერთს არ ავიწყდება არაფერი. ყველამ დაივიწყა რა დღეში ჩაყარეს აქ ეს მაჰმადიანი მესხები. ზვიად გამსახურდია. ეხლა გითხრათ, გადავიყვანე მე შევიფარე ესენი. ესე იგი იქ მოუწოდებს მიტინგებზე, რომ აი იქ შეფარებული ყავთ ეს მაჰმადიანები და ესენი. მერე ზურაბ კიკნაძემ გადაიყვანა თავისთან. ამასობაში ამ დედა ფსიქიკურად და ამდენი შიშითა და უბედურებით და მერე რაღაცნაირად გავიდნენ საქართველოდან. როგორღაც ყველაფერი დაუმტვრეს, ყველაფერი დაუწვეს. და აი ასე მოიშორეს ეს ხალხი. მეორე დეპორტაცია მოუწყო ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა ამ ხალხს, რომლებიც ჩამოსახლებულები იყვნენ ცოტა ადრე, რაღაცა ნაწილი და სრულად ადაპტირებულები იყვნენ უკვე იმაში ქართულ სინამდვილეში და ყველა მეურნეობის დირექტორი მაგათ მზეს ფიცულობდა. ოღონდ ეღენი იყვნენ აქ.